გამარჯობათ. ვაიმე, ჩემო საყარელო. ვაიმე, გავგიჟდები. ვაიმე, გავგიჟდები, ბებო. ვაიმე, ბებო, გავგიჟდები. ვაიმე, ბებო. ბებო, გავგიჟდები, როგორ მიხარი ეგრე რო გაგახარე? ბებო, გადაარგა. ვაიმე, ბებო, როგორ მიხარია? აი, გუგუყოფდრო ხარისე. უკეთესი, ხო? ბებო. კაი შვილებიც რო ხასა. ვაიმე. ვაიმე, მადლობა, ბებო. წამო მზეზე გავიდეთ. კი, აქან გამოვალ. გითაც მზეზეთ. მე შევიდეთ სახში. ანუ მზე არ გიყვართ? მზე როგორ არ მიყვარს, მაგრამ ვერ ჩერდები. მარტო ფეხებს ვაჩერებ ხოლმე მზეში. ეხა ისეთი მზეა, ხო იცი? მოსდავოთხი წლის ასაკში თუ ვინმე დაინტერესებოდა ჩემში. იმასაც აღარ მოვიფიქრებდი. ბებო, გველოდებოდი რომ მოვიდოდი? მე გავიგე. კი, მაგრამ მე უთხარი აბა ნანუკი საცალია ამდენი არეული საქმეა ჩემთვის. როდის დაიჯერეთ რომ მოვიდოდით? როდის დავიჯერე და ორჯერ სამჯერ დარეკეს თბილისიდან ლონდონ ჩემაშვილის შვილმა. ამას რო დაურეკა ინგას რო ესიაო ბები აი მაქენი შეახუჭუჭეო რომ შეეჩვიოს ამ მდგომარეობას. ხო, რაღაცა მიზია იციან აბა ბავშვი. მაგრამ თუ ძალიან კარგად ისე ცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრებით და ცხოვრობ და ისედაც ისე ვიკვებები რომ არ მინდა რომ მოუკვდე ჯერ იმისა და შვილიშვილები და რას ქვია მოკვდე ჯერ? ეხა იტყვა, რამდენი წლის ხარ მოყვა? 84 გავხია. ანუ 1-20 წელი გაქვთ მინიმუმ. აი ვიცი არა 20 არა, მაგრამ ცოტა ხან მინა კიდე საყვარელ ხალხს. ეგ ხო იცით როგორ არის, რა ენერგიასაც გაუშვებთ ის მოვა უკან. ამდენია ოთხუფობა გადავიტანე სულწალებაში. ხო, მაგრამ ნახეთ სუბედნიერი უნდა იყოთ. სუბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ყველა კარგად მყავს. რა დროს არ ხართ თბილისში, ხო ივლიდით რუსთაველზე? რუსთაველზე როგორ არ ვივლიდი, როგორ გული მწყდება, რომ იმათთან არა ვარ. ჩემზე უფროსები არიან, იქ რო დადიან აქციებზე და მე აქედან მივჩერებია, ჩემები მეუბნებია, ნუ ტირი ხარ, ნუ ხურებ მაგას სხვაგან გადართე. სხვაგან რა ცეკვა თამაში ვიყურო, ახლა ჩემ ამეცადა ბავშვებს ეგრე ვეპოვია. ვერ ვიყურე ცეკვა თამაში არ მინდა და არც მინდა სხვა არც ერთი არხი. შვილიშვილები დადიან იქ ვინც მყავს. დადიან. მე თქვენ არ ნერვიულობთ, არ ეუნებით რომ სახში გაჩნე. ფრთხილად იყავით კი, მაგრამ აბა უნდა წევიდო ნაბრა, ქვეყანა დადის და რა ჩემაშვილიშვილებმა ციარონ. აი თქვენ რომ თბილისში ცხოვრობდათ ივლიდით აქციებზე. ვივლიდი აუცილებლად. და თქვენი აზრით რა ხდება ახლა რუსთაველზე? ამ პროცესებს როგორ აფასებთ? როგორ ვაფასებ კი რა გვიქნეს ეს, რა გვიქნეს ეს და რას უშვებიან ამ ჩვენ ახალგაზრდებს, რას უშვებიან? ანგელოზები შვილები ციხეში არიან, რატო არ ეცოდება თვითონ ხაყამ შვილები? ხაყამ დედი, ძმები ისე რომ მოეპყრენ, კაია. ეს ამისანა ბავშვები ციხეში როგორ ჩაყალიბდა, როგორ გამოკეტილი. მაგათი ცუდი სიცოცხლე აღარ მინდა და აკარქის ბულჟებს ყველაფრის ხალისი შვილო. გახარება უნდა იმათა ციხეში აკარქიებენ ყველაფრის უნარს. აკარქიებენ ყველაფრის მოშელებისას, მომრავლებისას და ყველაფრის. მე ღამის 12 საათამდე არ ვწვევი. მაგამბები რო გაიგოთ. სულ და რომელი არხიდან იგებთ? მე პირველ ჯემ თავარი, მე ეს ახლა თავარი აღარ არის და ვეღარ უყურებ და ეს პირველი მაქვს უჩართული და ფორმულა და ყველაფერი იცით ხო ბებო? სულ ყველაფერი როგორ არის, სულ ყველა მეყოლ ძალიან, სულ ყველა საქონლები. რაც ხდება ერთი და სულ ყველა. მოწდა და გადაშენდა ვინც ხამეგენი აქ ჩამოატრია. არიდარია წუთის სოფელი როგორ ყავოდა ჩვენი ჭიათურა თუ იცი როგორ იმისთან აიყო გავლას არ ჯობდა არაფერი.
ყვირილაზე კატერები დადიოდა კარუსელები მუშაობდა კულტურის ეზოში მანამდე კაი დრო იყო აბა რა იყო კაცო ყველაფერი იყო აი საბაგიროები ძალიან ხალისობდა ხალხი ამ საბაგიროებში აღარ გაჩერდა ეს ეს საბაგიროები რა კიდე გადის აქან ამ სახლის უკან არის ხო ხედა მიქ საბაგირო კიდია კი ხო ეს ერთი იქით გვერდია კიდე მეორე მადანა არის ამასით და ეს მუშაობს არც ერთი ყველა დაადუმა ივანაშვილი მამაზეც ერმა აღარც აგურის ქარხანა არის, აღარც ბლოკის ქარხანა არის, აღარც მაღაროები, აღარც არაფერი. უნდა ხალხი ამოჟუტოს ახლა შიმშილით, აბა რა ჭამოს ახლა ქვისმეტი არაფერია და. რითი გავიმარჯვოთ თქვენი აზრი? ამ ბავშვებმა რამდენი იქნან ახლა? უფროსებიც უნდა ჩაერიონ, მარტო ბავშვებმა რა ქნან რა. მიმართეთ პატიმრები გიყურებენ დარწმუნებული ვარ, რა სეტყოდით პატიმ? ვაიმე, იმათ ვენაცვალე სულ ყველა გამოეშვათ, სულ ყველა გამოსულიყოს. რა დააშავეს გორი, ის დააკავეს ეს ბავშვი. რაღაც აწამებში მამა განათლებული რაღაცა ხო რაღაცა მითხარი რასო გამდა თავპირი მცაცოდა ციხრებით რო შედგენი მე თუ გული არ გამისკრა არ მეგონა ამას თუ ედებით ამდენი ბედულებს საცოდა ის ბიჭი უკმაროა მოარტყა იმ კაცმა ბიჭი პოლიცია იყო ნიღმიანი იყო შემოსაწყვეტი წაქცეული თავპირ დაუნტვრეული ბიჭი ის თუ გადარჩებოდა რა მეგონა როგორ მიყვარს ის ბიჭი რო გამოდის ხომ ახლა ტელევიზორში გავს ადამიანს თქვენ ფიქრობთ რომ განათლება მნიშვნელოვანია ხო ადამიანს აუცილებლად თუ ნიჭი გაქვს არ უნდა დაკარგო უნდა ისწავლო ბოლომდე ენაცალა ბებოი ჩემი შვილიშვილები მართლა რო ნიჭიერები არიან მართლა სულ ყველა საკმაყლეს დამთავრებული ესეც ძალიან ნიჭიერი იყო ეს ჩემი გოგო პედაგოგი არის ფილოლოგიური დამთავრებული. კი, ნიჭიერი იყო, ამასაც ლენინური სტიპენდია ქონა ყველაფერი. ესეც გააგზავნეს უცხო ქვეყანაში სწავლობდა. ვა, მაშინ ეს იშვიათი იყო. მაშინ იშვიათი იყო, ხო. ოჩა, შვილიშვილება? ბაღში და წაკიდან დაგვყავდნენ და სკოლა წაგდაამთავრეს. ერთმაც იყო ოქროს მედალი. ჯერ უარავის არ მიუღია ამ სკოლაში. რამდენი წელი სკოლა. პირველი ოქროს მედალი ჩემანანია მაია. შვილიშვილი. ეს რომელი ამერიკაში როა? ამერიკაში როა. და ამერიკაში დაფინანსებით წავიდა? ხო, მაშინ დაფინანსებით წავიდა კი. უცხოელი სიძის ამბები მომიყევი. ვაი, იმასაც ენაცვალა ისიც ოქროს ბიჭი შეხვდა, ის გოგოები ხო ოქროები მყავს, ორივე ოქროს მედალი იყო. ამ სკოლაში სწავლობდნენ ორივე. ჩემი შვილი. ანუ თავიდან რო არ გინდოდათ უცხოელი სიძე, მერე დალაგ. ჩვენ რა ვიცით ახლა ის ჩემი შვილი ამერიკაში გააგზავნეს და შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ამერიკაში რატო გააგზავნეს თქვენ? კარგი გოგო იყო, წითელი დიპლომზე დაამთავრა, კარგად სწავლობდა, სტიპენდია ჰქონდა. თქვენ გაგეხარდათ ამერიკაში რო წავიდეთ? როგორ არ გამეხარდა? შორს როა? მე რა, ყველა საღამოს გველაპარაკება, ხო არ გონია რომ გაუშვებს საღამოს ისე რომ არ ჩაერთოს. რა ენაზე ლაპარაკობთ? სიძე და თქვენ? ჩემასიძე მისწავლა ქართული, მე კი ვერ ვლაპარაკობ ინგლისურად, მაგრამ ჩემასიძე მისწავლა. ოჯახსიძე? კი, ისწავლა. და საქართველოში რა ჩამოდია, ჯერ თქვენთან მოდია, ხო? მოდიან, ჩემი უნახავი არ მიდის, მოყოლობები უნდა ვნახო და ამოდეს აქ და შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს ესენი. ხო და თავიდან რო გაიგეთ რომ ამერიკელი სიძე გეყოლებოდა, ცოტა არ შეგეშინდათ? ისი რო უცხო კაცი, უცხო ენა. ჯერ მოიცა ჩვენ ხო არაფერი არ ვიცოდი, სანამ გოგო არ ჩამოვიდა და არ მგვიტყრა რომ ეგრეაო. ხო არ იმშვიდამდე. ხომა დავიჯერებდით რომ ეს მართალი იყო. ხო და მე რო ჩამოაკითხა იმ ბიჭმა იქედან რა ქვია სიძე? ჩამოვიდა, დედაც ჩამოიყვანა, თვითონაც ჩამოვიდა. რა ქვია და ოუენი. ოუენი ქვია. მართლა ოქროს ბიჭი შეხვდა. რა ოქროს გოგოც იყო, ის ოქროს ბიჭი. ნეტა იმათი ფერება განახად, იმათი სიარული განახად ტელეფონში, სადადიან, სადაგზნიან, ქვეყანა შემოარონია ახლა თელეზამთარი იყო წასულები სამოგზაურო. განსხვავდება ხო ქართველი კაცებისგან? რითი განსხვავდებიან ამერიკელი კაცები ქართველი კაცებისგან? უყვართ თავიანთი ცოლები ძალიან გენაცვალე, სიტყვა სიყვარული აქვს.
თავისუფლება ამეთი და გამოხატავს ხო? ალბათ ქართულ კაცებს, ალბათ კი და ქართულ კაცებს უყვართ, მაგრამ თქვენ ახლა რა დროც გახსოვთ, შებოჭილი იყო მაშინ გამოხატვას იყო და ეს სიტყვა გამოხატავს ძალიან. კი, ძალიან უყვარს. მაგარი გოგოა იაო, ასე იცის ხო? ბიაშვილიშვილს გიქებთ. ხო. აუ რა მაგარია, მაგაზე მაგარი არის რამე კაი. ვაიმე, ჩემი შვილიშვილი რო ასე ბედნიერი არის, ისე კმაყოფილი ვარ, რომ რა ვიცი, მინდა ვიცოცხლო პატარა ხან. აუცილებლად იცოცხლებს. ახლა ეს ოქროები მაშინ რო აიღეს ამ ბავშვებმა მე ვთხარი ბებო დამიტოვეთ ეს ოქროები ეგანეს თაროზე შემოვდებდა თქვენ მაგიერად დევინახავ ხოლმე იმაზე და ჩემს აწოლში მიდევს თაროზე პირველად რო გავახელთ თვალს მივჩერე უკმავ წევალ კრავატინის გულში თაროზე ის დევინახავ იცით მე მგონი რისი მიზეზია თქვენ ხო გინდოდათ რომ სწავლა გაგეგრძელებინათ რომ ვერ გააგრძელეთ მე მაგის მოკვდერი ტირილით როგორ მინდოდა სწავლა და ამას გოგოს არ უნდა სწავლაო და როგორ არ მინდოდა მაგრამ მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე 6 და-ძმანი ვიყავით ხო ჩვენ და ბიძა ჩემს ყავდა 3 ბიჭი ერთ სახლში ცხოვრობდით ასე ერთი სახლი იყო ორი ოთახი მაღლა იყო ერთი პადვალი ძირს იყო 3 შვილი იმას ყავდა 6 მამა ჩემს ყავდა ხო და როგორია ახლა ერთი პადვალი და 3 9 ბავშვი 4 ეზდიდები უფროსები ერთად გავიზარდე ძალიან პირველ ოჯახში გავიზარდე ახლა საღარი მერისით პოდასე მამიშვილებს აღარ უნდა ერთმანეთი ბალკონი მქონა ის ადრიდელი გრძელი ბალკონი იქ გააგებდნენ ნადიელებს და იმაზე ლებებს დადებდნენ და იქ ვიცექით ერთად ყველა კერა სტუმარის რომ მივიდა და იქ იწვა ისიც ამ სიყვარულში გაიზარდა. ამ სიყვარულში გაიზარდა. სულ თავი და მაგასაც თქვენ შვილიშვილებს. სულ ყველას მივეცი და მინდა ახლა უყურო ამათ კაისაკ. მაგაზე ხო შევთავთ. ბევრი სიკეთე მაგ დაწესილი, ბევრი, მაგრამ რა უკნა ახლა. რა მე იმკიო და რაღაც ვიმკი გოგო 1000-ზე ვატყობა გამევია. ხო, მაგრამ იმკით, როგორ არ იმკით? ნახეთ როგორი შვილიშვილები ყავთ, ყველა საამაყო შვილიშვილები საამაყო, თან გევლებიან 84 წელი და კიდე ბევრი წელი იცოცხლებ. აი თქვენ უარი როდის გითხეს სწავლაზე? რა ეტაპზე იყავით? მე რომ მიწევდა სკოლაში წასვლა. უკვე დედაჩემს ყავდა 4 შვილი. ხო და მე როგორც მითხრეს მე შენ დედას ეხმარებოდი შვილების გაზდაშიო 7 წელს რომ შევსულიყავ სკოლაში შევედი 10 წელს 10 წელს ბავშვი შევედი პირველ კლასში 17 წელს ვიყავი რომ დავამთავრე 7 კლასი 17 წელს მის მე ხომ მინდოდა სწავლა კარგად ვსწავლობდი უნდა მესწავლა მამა ჩემს სიკვდილის გულისვენ არ გამიშვა არაო არ გინდა ვსწავლაო იმიტომ რომ მაინც უნდა გათხოვდეო ხო და გოგომს ოჯახის საქმეები უნდა ისწავლოსო და ასე კერვა და რაღაცეები უნდა ისწავლოსო და არა და ეხვეწებოდნენ მასწავლებლები დირექტორიც მეზობლებიც უპიროდი რომ მინოდა წასვლა და არ გამიშვა ჩემსაც მამაც უთხრა მამაო გამოუშვი და ჩემი ძველი წიგნები თუ ვამეცადინებოდა ენაში არა ჩემი შვილი ჩემიო მეზობლებს რასაც მინდა იმას ვასწავლე გაბრაზებული ხართ მამას? გაბრაზებული მაშინ ვიყავი და მე მაინც შემეცოდებოდა მამა იყო და რა უნდა მექნა ხო და ნახეთ აი თქვენ რაც ვერ მიიღეთ ეგ გიხარიათ თქვენ შვილიშვილებში ხო ეს როგორ დაუშლიდი გოგო მე ამდენი ბავშვები ვიყავით ერთ სახლში ხო წამოვიზარდეთ ეს სახლი გვინდოდა და მამამ უთხრა მე ბიძაჩემს რომ გადავალო მე ვენახის თავზე ადგილი იყო პატარა რბილი ადგილი სულ ქვიანია ჩვენი სოფელი და ასე სიამტკბილობით ააშენეს სახლები სულ ღინოდა ჩემი საწოდავები ცოლი კაი ბიცოლა ყავდა ძალიან ხო და სულ საქმეს ვაკეთებდა მოდია და სულ ღერა და იმას შემოდგმილო მე გობარო და გადიოდა და გამოდიოდა და ღიღინობდა. და ამ გადასახედიდან ამდენი წელი რომ იცოცხლეთ და თითქმის საუკუნეს რომ მიაღწიეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში რა არის? სიყვარული გოგო, სიყვარული უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ქართველები არ არიან ისინი, ამ ბავშვებს ასე რომ ეპყრობიან გოგო. სიყვარული თუ არ იქნა, არაფერი არ იქნება. ესე სამგარი. ასე სიყვარულით ავიბადეთ, გავიზარდეთ, კაი ხანი და ერთ დღესაც
და ეს მომღერალი ხალხი და ეს ემხიარული ხალხი ინსულტმა დაარტყა ჩემს საყვარელ მიცვალებსა და დაგვეღუპა ის 52 წლის ასაკში და ძალიან განვიცადი მიცვალეს იქ ძალიან მიყვარდა მე მითხეს რომ მაყვალებებოს უყურებს ნანუკას გადაცემას. უი მე არც ინგას სადაც არ უნდა ეს გადართვა არ გადავახლა ნანუკას შოუ დაიწყება და მე რეცაგინა იგადა უნდა ვიყურო ის თქოს სულ მიყვარს მართლა მიყვარს შენ გადაცემა ღმერთმა 200 წელი გაყებიოს მაგი და გაკეთებიოს შენი საქმე ჩემო ლამაზო გოგო და კაი საქმე მოგწონთ გადაცემაში სულ ყველაფერი კაი საკეთებ ნანუკა ყველაფერი ეს დახმარებებია ყველაფერი შენ კისერზია ეს ერთი გოგო როგორ ახერხებ ამდენ რამის გოგო როგორ ახერხებ როგორ ხო მაგრამ განსაკუთრებით აი დახმარებების ნაწილი დახმარებები კი ამ გაჭირებულებს რო ეხმარები ყველას რო ეხმარები ზავატყობი ბავშვები გამოტებული არ გაქვთ ხო არც ერთი გადაცემა არ მაქვს თუ დენია ყვაზე არ გადავიდოდე ნეტა ნანუკა რომ მოვასე აი როგორ მიყვარეთ ძალიან გამახარდა რა გახარეთ მაყვალებებო სიყვარულით ხო გათხოვთ სიყვარულით გავთხოვდი არ მიყვარდა მე მაგრამ იმას რო უყვარდი მეწოდებოდა ისი იმისი სიყვარულით იმას უყვარდი და ის მეწოდებოდა იმიტომ რომ ბებიას გაზრდილი იყო 3 თვის დარჩა დედას გაზრდა ბებიამ დიდედამ გაზრდა მეწოდებოდა ის საერთოდ მეწოდებოდა რომ უპატრონოთ იყო გაზრდილი და ამის გულისთვის დავთენება თუ არა მე სიყვარულით რომ ყარებოდა ისი ამისთან რაღაცა არ იყო მაგრამ იმდენ ვერ მოვტვინე რომ მე სამუდამოდ იმასთან დავრჩებოდი უმცროსი იყო არ მინდოდა წაყოლა რამდენი წლით უმცროსი იყო ეგ რა ახლა მაშინ არ მინდოდა ამის გამო მაგრამ შეგიყვარდა საბოლოოდ კი შემიყვარდა მე ბავშვი რო გააკეთა ანგელოზევის შვილები და მაგის გამო შეიყვარდა შეიყვარდა აბა მეტი უკეთესი რა შვილზე უკეთესი რა შეცოდებით რომ გათხოვდით ნანობთ არ ნანობ იმიტომ რომ ისეთი ის იყო რომ კაი შვილები რომ ყავს არ ნანობ შვილების და შვილიშვილების გამო არ ნანობ და აი როგორც ხალმა ბედნიერება მოახერხეთ როგორც ხალმა ვერ მოახერხე ბევრი იწვალეთ ეს ყველაფერი შეგექმნა კი ძალიან შემოსავალიც ჰქონდათ თქვენი კი მიწაზეც მუშაობდით შვილებსაც ზრდიდით ძლიერი ქალი ხართ ნუ მანქანა ცოტა გაუჭირდება და შორიც არ არის ჩანსა. ახლა შემიდიოდა ეკელა და მარო. ერთმანეთს უგდებოდ ნაშენ ვინგიყვარს ხალო. რომელია ის? კი. ჩვენთვის რამანცილია გენაცვალე. ჩვენ გვივლია კილომეტრები. ეს ჩვენთვის არაფერი არ არის. ესე იგი როგორც მე დავარკვია დიახ თქვენი ბებოები არიან ერთმანეთის მსახლები კი მსახლები არიან და ხშირად ერთად ვწევთ ხოლმე ყოველფრინად თითქმის 2 თვის განმავლობაში მაინც წელიწადის მაგრამ უფრო მეტჯერად მოდით ხოლმე ხო არის ხოლმე ჩხუბობენ არ ჩხუბობენ ვითომ ხან შეიძლება დაკვინონ ერთმანეთს მაინც რა თემაზე აქ მოვთუნია ჩემი ჯობია შენი ჯობია ჩემი ჯობია შენი კარგ მთებში ცხოვრობთ კაი მთებია სახელები უნდა მითხრათ მარიამი თქვენ პაშა რამდენი წლის ხართ მარია და ვარ 98-ში ჯერ ახალგაზრდა ხართ თქვენ ახალგაზრდა მე 94 წლები სამშაბათს ორე ჯანზე ხართ პაშა ბებო საიდან ხართ აგერ ვარ ალისუბნიდან ისევე ლვანიდან არა ხართ არა აგერ მეხუთე მოსახლე ვარ ახლოსი არ გამოცხობილი იქიდან ნაკნავდი
თქვენ ერთმანეთის რა ხართ? ძახლები. თქვენ ბიჭის დედა ხართ? ეს ბიჭის დედა არის, მე გოგოს დედა ვარ. და როგორ უგებთ ერთმანეთს? კარგად, რა გვაქვს დაჭუბარი რა არის? სულ ყველაფერს უგებთ? კი. განსხვავებები რაში გაქვთ? ახლა გასხოვება ეს ქალაქში ცხოვრობს ქუთაისში არა. ახლა მიალისუბაში ვარ. შვილიშვილები რომელმა გაზარდეთ? შვილიშვილები ამასაც დაზილი ყავდა მე. 3 შვილი მყავს. 8 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი. ყოჩაღ. თქვენ? მე მყავს 14 შვილიშვილი. 22 შვილთაშვილი. ოი. და შვილთაშვილის მომავალია კიდე. შვილიშვილის შვილი გათხოვდა. ძალიან ადრე დაქვრევდით ორივე არა? 54-ის ვიყავით ერთი. სიყვარულით რომელი გათხოვდით? ეს კარგით რა, იშვიათად თქვენ ასაკში. ვიცი, ასე მოხდა და. ყველა გარიგები თხოვდება. ანუ ცხოვრება რაში გაატარეთ? შრომაში, სვალებაში. წევიდოდი დღეში მოვყრფავდი ეკალას, მე ვიტანდი გავყიდდი. ფხალს. რა იყვება მეტი? ადრე, არაფერი არ იყო შვილი. სვალობდი და ამ გადასახედიდან როგორ ვაფასებთ? სწორი იყო ეგ? თუ სხვა შეცვლიდით რაღაცებს? არაფერს არ შევცვლიდი მე. თქვენი ცხოვრება როგორი იყო? შრომა სახში. ახლა მასწავლე არ ყოფილა როსანაძე წავსულიყავ ამაზე. თქვენ ახალგაზრდობასა და ამ დროს შორის რა არის სხვაობა დროებს შორის? მაშინ რა იყო რაც დღეს არ არის ამ პირი? გაჭირვება ადრე და ადრე უფრო იყო და. ხო. საჭმელები ქეიფ შევებოდა, მაგრამ ახლა გასია მდგომარეობას. როგორც ქალმა ფუნქციონირება მოასწარით? არაფერი არ მომისწია შულო მე. თავრობაში მუშაობდი, ეგ იყო პოსტალიონად რომ მუშაობდი, მივიდოდი გლეხთან, დევიდახებდი, გამევიდოდა მიუტანდი პენსიას. სიყვარული თუ მოასწარით? თავის მოვლა ზრუნვა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარ თავზე გაფრთხილება, პირველ ადგილას საკუთარი თავის დაყენება. საკუთარ თავზე რომელზეც გავთხოვდებოდი. და მე როგორ გონიათ, სწორია თუ არასწორია რო არ გათხოვდით? სწორია რო არ გათხოვდი, სწორია. ანუ თქვენ ახლა თქვენ ცხოვრებას რო გადახედოთ, ბედნიერები იყავით? ბედნიერები ვიყავით, როცა ქმარიც მყავდა და ისე ბედნიერი ახლა ქრის გარეშე ეს არ თუ არა, ისე ბედნიერი ვარ შვილებს. თქვენ? ახლა შვილებისა, შვილიშვილები და შვილთაშვილებით ბედნიერი ვარ. ანუ ვინმე რო გკითხოთ სიყვარული რა არისო, რას უპასუხებთ? მიყვარს შვილები, შვილიშვილები. ისინი რო კარგად იქნებიან ჩემთან, მეც კარგად ვარ იმასთან. ინგა, როგორ ხარ? თქვენი ხომ რო თქვა რომ კარგად ვართ, ხო, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვარ კარგად იმიტომ რომ რაღაც კარგ გარემოში მოვხდი. მომდეში რაღაცა იმ რთულ გზას გავდიოდით, რომ სულ ცდილობდით სწორი კვებით, სულ ცდილობდით დაკლებას. ჩვენ ხო თან ამას ვერ ვალავთ. ყველას თვალწინ ხდება ეს პროცესი. და საბოლოო ჯამში მიიღე გადაწყვეტილება, რომ ბარიატრიით მოგეგვარებინა პრობლემა. რატო, როგორ მიხვედი აქამდე? ანუ რა ფიქრმა მიგიყვანა? სანამ ბარიატრიულ ოპერაციას გავიკეთებდი, მანამდე წელიწად ნახევარი ვიცავდი კვების რეჟიმს, დიეტას პირდაპირ ვიტყვი, ნახევრად შიმშილობდი თვითინიციატივით დაწყებული დიეტები და დავიკელი 20 კილო და ყველაზე კურიოზული და უცნაური იცი რა იყო, სანამ 60 კილოს დავიკლებდი, მანამდე ვიყავი მისული და თუ აბულაძეს. თან მინდოდა ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება და ეს კაცი რომ ელაპარაკა, მითხა რომ არაო და რატო თქო და არ ხართ მზად ოპერაციისთვისო და მეთქი მზადა რომ არას ნიშნავს გახდომა მინდა და
ნუ არ ხარ რომ მზადო რომ გეკითხებიო კვებასთან დაკავშირებით შეზღუდებზე რო გელაპარაკები რაღაცა კონტროლზე აპროტესტებო აგრესიული ხდებიოთ მოკლედ გამომიშო უკან და ისეთი გადაცოფებული ვიყავი იმიტომ რომ როგორია გადაწყვეტილი გაქვს რომ გაიკეთა ოპერაცია და ექიმი გიშვებს უკან და მაშინ დავიწყე ეს ჩემი თვით ინიციატივით ეს დიეტა და 20 კილო რო დავიკელე მივხვდი რომ უბრალოდ სამკურნალო გავხდებოდი აი შოკში ვიყავი ხო შოკში ვიყავი მარტო საჭმელზე ვფიქრობდი ავდექი და ხელა ხო მივედი და თუ აბულაძესთან შემხედა და მითხრა რომ უი როგორ გამხდარ ხარ ანუ დაგიკლია იმასთან შედარებით რაც პირველად ვიყავი რაღაცა დათო ეხა უნდა გამიკეთა ოპერაცია ოკეი და გადასდა მოიცა მეთქი უცებ გავჩერი და ვეკითხები რომ კაცო 20 კილოთი მეტი ვიყავი და მაშინ არ გამიკეთე და ეხლა მიკეთებ თქო მაშინ არ იყავიო მზადო მოსამზადებელი პერიოდისთვისაც კი არ იყავი მზად საოპერაციო და ეხა სრულიად მზად ხარო ანუ უკვე დაკლებული კილოგრამების და პლუს უკვე გონებრივად ფსიქოლოგიურად მზად ხარ და მე გამიკეთე მე რო დავფიქრდი ალბათ ძალიან სწორი იქნა იმიტომ რომ შეიძლება მართლა მაშინ გამერეკა მზადყოფნაში რას გითვლი და მიდგომებს და ანუ როგორც თვითონ ამიხსნა აპროტესტებდი აი მაგალითად რომ მეუბნებოდა რომ ოპერაციისთვის უნდა მოემზადო ეს მოემზადო ნიშნავს საგანგებო კვების რეჟიმზე გადასვლა სიგარეტზე უარის თქმას მთელი რიგი რაღაც შეზღუდვები იყო ამაზე მემართებოდა ისტერიკა და მახსოვს რომ ვუთხარი რომ კი მაგრამ კვების რეჟიმი თუ უნდა შევცვალო აბა ისთვის ვიკეთებ ამ კუჭის ოპერაციას ანუ ეხა თუ ვიდიეტო მე აი ხო იცი რომ ერთი ექიმს ებრძვი ეხა ამ გადასახედა რომ ვფიქრობ ალბათ მართლა არ ვიყავი მზად მაშინ და როცა თვითონ ჩათვალა რომ ვიყავი მზად ისე მარტივად წავიდა ეს პროცესი ზივარ ხოლმე და ვფიქრობ რომ ღმერთო ჩემი მთელი 5 წელი მქონდა აი ძალიან ძიმე პერიოდი აი უსაშველოდ რომ გავსუქდი რაში დავკარგე ჩემი დრო ჩემი დამუშავებს ინოვაში და სულ მეუბნებოდა ხოლმე პერიოდულად რომ მოდი დათოსთან მოდი გაიკეთე ოპერაცია გაიკეთე და თავის დროზე ამ წლების განმავლობაში ვეჭხუბებოდი შეურაცხყოფად ვიღებდი ერთხელ მახსოვს რომ ვუთხარი რომ ქეთინო მე იმ სისქე ვარ იმ ხელა ვარ რომ კუჭი მოვიჭრა ეს წარმოუდგენლად მიიმაჩნდა და მე დამცინო ბოლოს შენი წონის რაღაცნაირი სწრაფი მატება რამ გამოიწვია? იცი რა, რაღაც ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამაც, პლუს ანტიდეპრესანტებს ვიღებდი 2 წელიწად ნახევარი. მეგობარი გარდაიცვალა ჩვენი და ძალიან მძიმედ ვიყავი. მივხვდი რომ ვერაფერი ვერ მიშვენდა და რაღაც პერიოდი ვიღებდი ანტიდეპრესანტს და პარალელურად წავიდა წონაში მატება, არანორმალური. მე არ ვიცი ამ წამლით იყო ეს გამოწვეული თუ იმით რომ ამ ანტიდეპრესანტმა ყველა ემოცია გამინულა. რისთვისაც დავიწყე რომ ცოტა ნერვიულობა შესუსტებულიყო, ეს კი შემისუსტა, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ არაფერი აღარც მიხაროდა და აღარც მადარდებ და ერთხელ სამსახურში როცა უკვე გადავაგდე ეს ანტიდეპრესანტი რაღაცაზე გავბრაზდი და დიანა ტრაპაიძე შემოვიდა და მითხრა რომ რა გჭირსო და ვუთხარი რომ აი ეს რა ხდება და მითხრა რომ ინგა ეს 2 წელიწად ნახევარია ასეა უბრალოდ შენ ვერ ხდებოდიო და ეხა ეთყობა წამალს რო აღარ სვავო ეხა რაღაცაზე რეაქცია მქონდაო აი ამას დაემთხვა რა წონის მატება ვერც აღვიქვამდი რომ ძალიან დაშქებული ვიყავი რამდენი დაიკელი დაკლებით დავიკელი 22 კილო, აი ამ 2 კილოს ვეჭიდავები, უფრო 20 კილო, მაგრამ ზომებში დავიკელი ბევრად მეტი, კი, მთელი რაღაც 4 ზომით დავპატარავდი რა. და ყველას უხსნი, რომ არავიზე არ ვემაშვები რა, ზეწოლას არ ვახტენ, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მე ვიყავი უბედური და სულდად ვიყავი და თან ჯანმრთელობის მხრივ, ანუ მე პატარა ხო აღარ ვარ, ხა სარკეში რო ვიყურებოდი, ვერ აღვიქვამდი და დღეს ჩემში შეუნები ხოლმე რაღაც მემორი რო გიგდებს ხო იცი ფოტოებს რომ რატომ არ მიყავდი ექიმთან და ის მეუბნებოდა რომ იცი რა ინგა ის ძალიან დელიკატური ადამიანია იცი რა ინგა სულ გეუბნებოდი მაგრამ არ გაწუხებდა აი როცა შემაწუხა მე შენთან გადაწყვიტე რა შეცვალა შენ ცხოვრებაში განსაკუთრებით აი რა სახშიც ჩვენ ვართ უკვე რაღაცა აღარ თვლით თავს ახალგაზრდებად თვლით მაგრამ რაღაცნაირად გონია რომ აი ყველაფერი წინ გვაქვს პერიოდი აღარ გვაქვს არა მე აღარ ვფიქრობ რომ ყველაფერი წინ გვაქვს მართლა საერთოდ არ ვფიქრობ სხვა შორის მე ვარ ადამიანი რომელსაც არასოდეს ქონია ასაკის კომპლექსი და ყოველთვის ვცხოვრობდი
და ემოციებიც ეგეთი მქონდა ასაკის შესაბამისი. ის რო ეხა ყველაფერი ეხა იწყება და ყველაფერი წინა არა, მაგრამ რაღაცა ახალია, სიახლეა. მაგალითად სხვა საზრუნავები დამემატა მე უკვე ცხოვრებაში ადრე გითხარი კიდეც, აი ჩემი შვილის სახით რაღაცა ოჯახური ყოფითი გამოწვევი, რაც ადრე საერთოდ არ მადარდებდა. მე მხოლოდ ფინანსებს ვაძლევდი ოჯახს, ხელფასიდან რაღაც მოჭრილს და დანარჩენი ეს იყო სხვისი პრობლემა. მე არასოდეს არ ვაგვარებდი. ეხა დამეწყო ზრუნვა, უფრო მეტად. ოღონდ შენი სურვილით. ჩემი სურვილით ხო ეს წამოვიდა. უფრო დიდური ცხოვრება, ქალური ცხოვრება. ძალიან სასაცილოა შეიძლება, მაგრამ მართლა დენი როგორ უნდა გადამეხადა და პური როგორ უნდა მეყიდა, ანუ აი არაფერს არ ვაკეთებდი რა. რაღაცა გამძაფრებული მაქვს ემოციები, მშობლებზე, შვილზე, შვილიშვილზე, აბა იქ წავიდეთ, აბა აქ წამოვიდეთ, ვინმეს დაკრძალვა არ გამოგრჩეს. აი ისეთი უცნაური ადამიანური ემოციები წამოვიდა ამ ასაკში, რაც ადრე არ მქონია განა, იმიტომ რომ ვინმეს გარდაცვალება არ მწყინდა, არ მიმქონდა გულთან, მაგრამ შემეძლო თავისთვის უფლება ადრე მიმეცა, რომ აი მე ვერ ვახერხებ, ეთერი მაქვს და აი ვერ ვახერხებ მისვლას. ეხა სულ რომ მოვკვდე მაგალითად ეთერი მაქვს თუ არ მაქვს, ამას არასოდეს არ გადავდებ. აი ეგეთი ცხოვრება და ეგეთი ცხოვრება ხო უკვე ბავშვური ცხოვრება აღარ არის, დიდური ცხოვრება რა. ჩემი შვილი ღამე ვიძინებ ძალიან დაყრილი და მწერს რომ ნინიას აქვს სიცხე მაღალი და ვერ დავიძინე, მთელი ღამე გავათენე. ამ დროს ჩემი შვილი პატარა რო იყო, დედაჩემი ზრდიდა, სანამ სკოლა არ დაამთავრა. გიჟემდე მიყვარდა ყოველთვის ჩემი შვილი, მაგრამ აი რაღაცეები მაკლდა თითქოს რა მზრუნველობაში და ეხა ბავშვს სიცხე აქვს შვილიშვილზე, რომ ხა ესე კედლებზე ვიარე და დილით არ გამიღვიძია, იმიტომ რომ არ დამიძინია და ნერვიულობები. აი ეგეთი არის ამ ასაკში და ცხოვრება, მაგრამ ძალიან ბევრი რამე შეცვალა ამ ოპერაციამ, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ფიზიკურად გავცოცხლე, ვცდილობია რომ ფეხით ანუ თუ რაღაც სასწრაფოა ტაქსით გავდივარ, გამოდივარ, მაგრამ აი აღმოჩენ მანქანა აღარ არის საჭირო ჩემი ცხოვრებისთვის. უფრო ენერგიული გავხდი, უფრო ბედნიერი, მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ქვეყანაში ბედნიერებას ვინ გაცდის. მთელი რიგი პოზიტიური რაღაცეები მოიტანა რა ამ ოპერაციამ და ყველაზე მთავარი არის ჩემთვის ჯანმრთელობის კუთხითაც და მეორე ხა არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას ქალებისას, რომელიც იტყვის რომ რა მნიშვნელობა აქვს რა, როგორ რა გაცვია, როგორ გამოიყურე, მე მომწონს, როცა მოვლილია ქალი, როცა ზრუნავს თავის თავზე და ეხლა რაც არ მქონდა ბოლო წლებში, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვიხდენდი, ესეინ დამეწყო. მაგრამ ნუ აი როგორ გინდა ეხლა ჩაიცვა ლამაზი კაბა, აიღო ხელში რაღაც პატარა ჩანთა და წახვიდე და საღამოს დაჯდე რაღაც გაპრანჭული რესტორანი. როგორ გინდა? ოღონდ საერთოდ არ ვაზვიადებ ამას რომ. არა, ჯერ ასად არ დავდივარ. მე და ლევან ყუბანეიშვილი, ირმა სტეფნაძე და ანა დათიაშვილი იმ დღეს ვართ ერთად და მაგრად მომშივდა. ნუ აი ძალიან მომშივდა და ამ ოპერაციას პოსტ-ოპერაციული სიტუაცია ითვალისწინებს იმას, რომ არ უნდა მოგშივდეს, ანუ რომ მოგშივდება აუცილებლად უნდა შეჭამო რა. შევედით მეგობრები, რომ ჭამოთ, საღამოა რა. შევუკვეთეთ ხაჭაპური, ძალიან გემრიელი და დავიწყე ჭამა და უცებ ხმაური იყო რა, ანუ აქციის ხალხი მიდიოდა და აი ესე 4-ვეს რეაქცია ეს იყო, აი ესე დავდე ჩანგლები და მე ძალიან შემრცხვა. იცი რატო ის ხალხი მე კი ვერ მხედავდა, გარეთ ვინც იყო, მაგრამ გარშემო ხო იყვნენ ვიღაცეები. ჩემ თავთანაც შემრცხვა და ოღონდ მე მარტო არ ვიყავი, ესე უცებ 4-ვე დავყარეთ, აი ახალი მოტანილი ხაჭაპური, დანაჩანგალი და გადავიხდით ქორა და გადავიხარეთ და გავედით და შევუერთდით აქციას. ანუ რისი თქმა მინდა ხო? აი ის ბედნიერების შეგრძნებებიც კი დაგვაკარგინეს, თუმცა ვისაც აქვს გადაწყვეტილი წონის დაკლება და ბარიატრიული ოპერაცია, მინდა უთხრა რომ უდიდესი ბედნიერება ახლავს თან. ხარი რა შეგცვალა წმინდა რუტინულად? ყვება შეგიმცირდა რაოდენობა? ყვება შემიმცირდა რაოდენობრივად. აი მაგალითად ერთი ნაჭერი ხაჭაპურს ბოლომდე შეჭა?
ერთნაჭერ ხაჭაპურს თუ შეჭამ ძალიან დიდი ხანი ვერ ისუნთქებ. ულუფები პატარავდება. დათვაბულაძე არანაირი შეზღუდვა არ მომცა. ანუ მითხრა რეკომენდაცია იყო ეგეთი რომ ჭამ ყველაფერს და შენ თვითონვე მიხვდები რომ ბევრს ვერ ჭამ რა. 2 წელი გავიდა რაც გავიკეთე და პანიკური შიში მაქვს წონის მატების. მე თვითონვე უკვე დამეწყო კონტროლი და მე თან ეჩვევი რა, იმიტომ რომ იმდენად პატარა ულუფები ჭამ რომ ეჩვევი რა და შენ თვითონვე ხვდები მე რა უნდა ჭამო რა არ უნდა ჭამო მე გამაბედნია ფიზიკურად რამე შეგიცვალა? კი რა თქმა უნდა ფიზიკურად ბევრი რამ შემიცვალა ჯერ ეს ერთი აი ჩეკაპზე მაგალითად ანალიზები სრულიად შეცვლილი მაქვს სრულიად აყირავებული ანუ რაც ადრე მაწუხებ და ის აღარ მაწუხებს კი ძალიან სერიოზული ცვლილებები მოიტანა და ნანუკა მოიტანა აი ბედნიერების შეგრძნება რა იმიტომ რომ მე ვიყავი უბედური წარმოიდგინე მუშაობ პირდაპირ ეთერში და რეჟისორს აფრთხილებ რომ გვერდიდან არ გადამიღო უკნიდან არ გადამიღო აქედან არ გადამიღო აქედან არ გადამიღო და იმიტომ რომ არ მოგწონს რა შენ თავი ვისაც მოსწონს ღმერთმა გაუმარჯოს მე არ მომწონდა ჩემი თავი თან მთელი ცხოვრება აი ამ შენი თქმის არ იყოს ამ ორ ტრიალში გავატარე გავსუქდი გავხდი ნებისმიერ ასაკში სწორი გადაწყვეტილება როდესაც რასაც ადამიანს ჭირდება და უნდა. რეალურად შენ თვითონ შენი თავი თუ არ მოგწონს ისეთი უბედური ხარ, არც საქმეში ვარ გიხარ, არც სახლში ვარ გიხარ, საერთოდ არსად არ ვარ გიხარ. ყველაზე ბოლო ჩემთვის სამშობლოა შეკითხვა არის ეს, რომ რაღაცა პროფესიულ კარიერაში სტაბილურად უკვე ისეთი ხარ, რა, დალაგებული ზუსტად იცი სად ხარ, რამდენი წელია უკვე იცი რატომ ხარ, როგორ ხარ, რა პოზიციით ხარ. ბებია გავიგე რა შვები. როგორც ქალში რა მოახდინა ამ ამბავმა? ახლავს. ქალისთვის ძალიან დიდი ბედნიერება. მოწონება საკუთარ თავის უფრო მეტი პატივისცემა. აი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, მე ამდენი წელი ეთერში მუშაობ და არ არსებობს რომ მე არ გადავახვიო და არ ვნახო ხოლმე გადაცემა, რაღაც ნაწილები, რაზეც ეჭვი მეპარება რა. რო უხურებ და ცუდად ხარ რა, არ მოგწონს. აი ეს ბედნიერებები მოიტანა. ცხოვრებაში ყველაფერი სიახლე მოყვება, როცა შენ ხარ ბედნიერი. ქალის ცხოვრებაში მithume ალბათ კაცისაც არ ვიცი, მაგრამ აი ყველაფერი ახლავს. მთელი რიგი სიამოვნებები ახლავს, რომელიც ამას მოყვება რა. არავის არ მოუწოდებ, რომ მაინდა-მაინც ოპერაცია იკეთე, მაგრამ თუ გაწუხებთ, ეს არის მართლა იდეალური გამოსავალი. სულ ნანოფ იმ დაკარგულ 5 წელს, რომ არ დავუჯერე ჩემს დას, არ წავხევი დათოსთან და არ გავიკეთე დროულად ოპერაცია.